და გამოშვებას ვიწყებთ ცხელი ინფორმაციით თუ რა ხდება ამ დროისთვის ეგვიპტეში ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს პირდაპირ ეთერში ვნახოთ ალ-ჯაზირა მე აქვე გეტყვით რომ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ქაიროში ტელიარხ ალ-ჯაზირას ოფისი დაარბიეს ინფორმაცია სამის შესახებ თავად ტელიარხის ჟურნალისტები ავრცელებენ წინასწარი ინფორმაციით უცნობი პირებისგან შემდგარმა ადამიანებთა ჯგუფმა ოფისის შტურმით აიღეს. კაიროს ცენტრალურ მოედანზე ტაჰრირზე ოპოზიციონერები იკრიბებიან, მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომას მოითხოვენ. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ მათ შეუერთდა არაბეთის სახელმწიფოების ლიდერი მეთაური ამირ მუსა, რომელმაც ადრე უკვე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. და ქვეყანა, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, პარალელურად უკვე ვრცელდება ინფორმაციები, თუ 10 დღის განმავლობაში რამდენი მილიონი ლარის ზარალი მიადგა, მე შევეცდები ეს ინფორმაციაც წაგიკითხოთ. ეგვიპტეში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 25 იანვრიდან მიმდინარეობს, ქვეყანას 100-310 მილიონი დოლარის ოდენობით აზარალებს. სააგენტო ინტერფაქსის ცნობით ამის შესახებ ებრაული გაზეთი იერუსალიმ პოსტი ერთ-ერთ ფრანგული ბანკის ანალიტიკოსთა მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება. გარდა ამისა, ანალიტიკოსებმა ეგვიპტის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზით 3-მდე შეამცირეს, რაც მანამდე 5% შეადგენდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ინტერფაქსის მეშვეობით გავრცელდა. თქვენ პირდაპირ ეთერში აკვირდებით თუ რა ხდება ეგვიპტეში და დედაქალაქში ქაიროში. ხალხმრავლობა 10,000-ობით ადამიანია ქუჩაში გამოსული, ისინი ითხოვენ პრეზიდენტის გადაყენებას და ეს მოთხოვნა უკვე ისმის ბოლო 10 დღის განმავლობაში, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა გარდა იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაშავებულ ადამიანებთან დაკავშირებით და ასევე ჟურნალისტების დარბევის გამო გამოხატეს მწუხარება და მოიხადეს ბოდიში. და ასევე შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ხოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ ის გადადგებოდა, მაგრამ მისი გადადგომა ქვეყანას ქაოსში ჩაითრევს, რის გამოც ამას არ გააკეთებს. და რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია ალ-ჯაზირამ გადასცა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ელ-ბარადაი აცხადებს, რომ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ის ქვეყნის ახალ კონსტიტუციაზე მოქმედებს. ეს არის ცხელი ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე წამის წინ გავრცელდა. თვითმხილველების განცხადებით საპროტესტო აქციამ კაიროში წინა დღეებთან შედარებით უფრო ორგანიზებული ხასიათი მიიღო. ეგვიპტელმა ოპოზიციონერებმა ტაჰრიხის მოედანზე საკუთარ გაზეთს სახელწოდებით ტაჰრიხ მოედანი ავრცელებენ. მოედანზე რადიო სადგურმაც დაიწყო მაუწყებლობა. მე აქვე შეგახსენებთ, რომ ამის პარალელურად სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს იყო მცდელობა ტელეკომპანია ალ-ჯაზირას დარბევის. დემონსტრანტებმა ტაჰრირის მოედანზე ეგრეთ წოდებული შვიდობიანი ჯარი ჩამოაყალიბეს, რომელიც ხალხის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მუბარაკის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებმა მოედანზე საველე ჰოსპიტალიც გახსნეს, სადაც მოხალისე დემონსტრანტები მუშაობენ. You may be asking why there was that concentration of people on this side of the circle or this side of the square, and that's because they've actually managed to put up a TV there that they've. და აქციის მონაწილეთა თქმით, საპროტესტო აქციები ქვეყანაში გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყნის პირველი პირი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ეს ხო პირდაპირი ჩართვა და ეგვიპტე თუ რა ხდება ამ დროისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსახლეობა დაშლას არაპირებს და ისინი მოუწოდებენ ქვეყნის პირველ პირს დატოვოს დაკავებული თანამდებობა. 100,000-ობით ეგვიპტელი კაიროს ცენტრში ტაჰრიხის მოედანზე შეკრებილი ოპოზიციის წევრთა განცხადებით 4 თებერვალი მუბარაქის უკანასკნელი დღე იქნება, თუმცა ამ დროისთვის ქვეყანაში სიტუაცია კვლავ უმართავია და პრეზიდენტი გადადგომას არაპირებს. დეტალები ნახეთ სიუჟეტში. ტაჰრირის მოედანზე დემონსტრანტებს შორის სისხლიანი შეტაკებები გრძელდება. მოედანს ჯარი იცავს. წადი მუბარაქ, ხალხს შენ არ სჭირდები. სკანდირებენ მომიტინგეები.
თავი ეგვიპტელი პროტესტ ცეკვითა და სიმღერით გამოხატავს. დახრილის მოედანზე საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი, მოხუცები და ახალგაზრდები, ქალები და მამაკაცები, საერო და სასულიერო პირები შეიკრიბნენ. მათ ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას მიტინგზე მოსვლისკენ მოუწოდეს. საპროტესტო აქციაში ქუჩის პოეტებიც მონაწილეობენ და ანტისამთავრობო ლექსებს ექსპრომტად კითხულობენ. გაბედნიერება იყო გლახაკთა მეფე, შექმნა მთავრობა ღარიბებისთვის და ააშენო სამინისტროები მათხოვრებისთვის. ქვეყნის მთავარ მოედანს სამხედროები იცავენ, დაიდგა ბარიერები და ეკლიანი მავთულხლართები. ჰაერში ვერტფრენები მოძრაობენ. ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა დაშავებულთა დასახმარებლად მზად არის. კაიროს ცენტრში ეგვიპტის თავდაცვის მინისტრი მოჰამედ ჰუსეინ ტანტავიც მივიდა. მინისტრმა სამხედრო პირებს ინსტრუქციები მისცა. როდესაც დემონსტრანტებმა სამხედრო მაღალჩინოსნის მოედანზე ყოფნის შესახებ გაიგეს, მათ განაცხადეს, რომ ჯარი და ხალხი ერთად იბრძვიან. მილიონიან მარშს სიმბოლური სახელწოდება ჰოსნი მუბარაკის განდევნის დღე უწოდეს. კაიროს საავადმყოფოებში უამრავი დაშავებულია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ჰოსნი მუბარაკის მომხრეები სამედიცინო პერსონალს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ეს მობილური კლინიკაა. დაშავებულთა დახმარებას ვცდილობ, თუმცა ჰოსნი მუბარაკის მომხრეები მუშაობის საშუალებას არ გვაძლევენ. კაიროში ფოტო და ვიდეო გადაღება აიკრძალა. საზღვარზე ჟურნალისტებს აღჭურვილობას ართმევენ. კაიროში ჩასული მედიის წარმომადგენლებს რეპორტაჟების კეთება სიცოცხლის ფასად უწევთ. მასობრივი საპროტესტო აქციები ჰოსნი მუბარაკის მოთხოვნით ეგვიპტეში 25 იანვარს დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით არეულობას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4000-ზე მეტი კი დაშავდა. ეგვიპტეში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები 2011 წლის სექტემბრამდე გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია კი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება. პრეზიდენტის პოსტზე არც მოქმედი პრეზიდენტი და არც მისი ვაჟი კენჭს არ იყრიან. სულეიმანმა ოპოზიციის მოთხოვნებს მუბარაკის გადადგომასთან დაკავშირებით უცნაური და მიუღებელი უწოდა. უცნაური მოთხოვნაა, რომელიც რეალურად არეულობისკენ მოწოდებას ნიშნავს. აღნიშნა მან, ეგვიპტელმა მაღალჩინოსანმა ასევე დაუშვებელი უწოდა ეგვიპტის საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევას. პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა კი განაცხადა, რომ ვერ გადადგება, რადგან ეს ქვეყანაში ქაოსს გამოიწვევს.